თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად პარტიებში კვოტების გადანაწილების საკითხი აქტიურდება. კოალიციის საარჩევნო სიაში 50%-ით ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო იქნება წარმოდგენილი. სიაში დარჩენილ ადგილებს კი კოალიციაში შემავალი 5 სუბიექტი პროპორციულად გადაინაწილებს. არსებობს თუ არა კოალიციაში ძალთა ბალანსი, რას ფიქრობენ მასში შემავალი სუბიექტები? ნინი ხარშილაძე არკვევდა. კოალიცია ქართული ოცნების საარჩევნო სიაში ყოველი მეორე ირაკლი ღარიბაშვილის პარტიიდან იქნება წარმოდგენილი. დანარჩენი 50% კი კოალიციის წევრმა 5 სუბიექტმა პროპორციულად უნდა გადაინაწილოს. მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით პარტიებში ამ დრომდე არ საუბრობენ, თუმცა იმ კანდიდატს მიანიჭებენ უპირატესობას, რომელსაც საზოგადოებაში მეტი ავტორიტეტი ექნება. კონსერვატიულ პარტიაში კანდიდატები შერჩეული ყავთ. ბაციკაძე ფიქრობს, რომ მათ პოზიციას პარტიის ავტორიტეტი გაუმაგრებს. არ გვიყურება მერობის კანდიდატი და აქედან გამომდინარე არც გამგეობის კანდიდატი. არა, კანდიდატები ვამბობ, ჩვენ თითქმის კი არა, ჩვენ ვასახელებთ ყველა მაჟორიტარულ ოლქში ჩვენ კანდიდატებს. ვინ უფრო რეიტინგულია, ამას გამოკითხვით გავაკეთებ. ეროვნული ფორუმი მთლიანად აჭარაში არსებულ სახელმწიფო ორგანოებში მხოლოდ 2 კანდიდატით არის წარმოდგენილი. ფორუმის წევრი მიიჩნევს, რომ კოალიციაში საჭიროა ბალანსის აღდგენა. პარტიაში მაღალმთიანი აჭარა და იქაური კანდიდატები ეიმედებათ. აჭარის უმაღლეს საბჭოში 1 დეპუტატი. განაჩენი ჩვენ ხელისუფლებაში და მმართველობით აღმასრულებელ ორგანოებში წარმოდგენილი არ ვართ. გარდა ერთი გამონაკლისის, ეს არის ხელვაჩაურში გამგებლის თანაშემწე. მთავრობა და კოალიციური მართვა ქვეყნისა გულისხმობს დაბალანსებულ მართვას. მაღალმთიანეთში წარმატების იმედი აქვთ რესპუბლიკელებსაც. ირაკლი ჩავლეიშვილი თვლის, რომ პარტიები ცალკეულ კანდიდატებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ცენტრალური ოფისის ჩარევაც. თქვათ, ზოგიერთი კანდიდატი მიუღებელი იქნება, რომელსაც ქართული ოცნება წარმოადგენს. ამაზეც იქნება მსჯელობა რა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, არის ყოველთვის ასთა სხვადასხვაობა და არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა პარტიებში ნამყოფები არიან და ყოველთვის უნდათ რომ იყვნენ ასე ვთქვათ მმართველ ორგანოში. ამიტომ ამას ძალიან სერიოზული მსჯელობები მოყვება. კვოტების ახლანდელი პროპორციით გადანაწილებას სამართლიანად მიაჩნიათ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს წევრებს. მე არ მიმაჩნია რომ თქვათ ეს არის რომელიღაც პარტიის დაჩაგვრა, იმიტომ რომ მაინც მთავარი ძალა ამ კოალიციაში არის ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო. მასა რაოდენობა პარტიის წევრებისა ყავს ამ პარტიას, ამიტომ პრინციპი რომელიც არის შემუშავებული ფიქრობ არის სამართლიანი. რაც შეეხება თავისუფალ დემოკრატებს, კანდიდატები ჯერ შერჩეული არ ყავთ. პარტიას გვაქვს ჩვენი შეხედულებები თუ ვინ იქნება ჩვენი მაჟორიტარები და ამას ჯერჯერობით ვერ გეტყვით, რადგან უნდა მოხდეს ამ პოზიციის შეჯერება ერთიან კოალიციურ სივრცეში. პარტია მრეწველების ადგილობრივმა წარმომადგენელმა მაირო ჯაშმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.